გამარჯობა, ეს არის ბაჩუს არხი და გადაცემა ჩამოჯექი 5 წუთით. ჩვეულებრივი სტენდაპია, ოღონდ სტუმარს, ანუ გამომცვლელს სკამს ვაწვდით, რომ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი, ანუ იმერული სტენდაპია რა. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, რომ გარემოს ქმნით. მადლობა. პირველ რიგში მადლობებით დავიწყებ, მადლობა გამომწერებს, ვინც გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები. მადლობას გადავხდი აი ამ ულამაზესი ბაჩუს და sit-down-ის დამამზადებელს, სარეკლამო კომპანია ბერეკას, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ნიკიას 16 ნომერში. მე შემეძლო რომ ეს ჩვენი მეგობარია, აქ იქნება ხოლმე, არანაირი პრობლემა არ არის. ბატონო ჩვენი სპონსორია Coca-Cola და Elite Electronics. ანუ ჩემი დღევანდელი sit-down-ის თემა იქნება ტყუილები. აი, ბევრი ტყუილი არსებობს, კეთილი ტყუილი, ბოროტი ტყუილი და ბოთე ტყუილი, რომ არც არაფერს რო აფუჭებს და არც არაფერს რო აკეთებს რა. მოდი თავიდან მაინც კეთილი ტყუილებით დავიწყოთ. ესეთი რუბრიკა დავარქვათ, გაჭირვების დროს დაბადებული კეთილი ტყუილები. აი 90-იანების ბავშვებს გემახსოვრებათ და ჯენზი თაობას გავახსენოთ რა. უბრალოდ მოვუყვეთ. ესეთი ტყუილი იყო, შუქი რო არ იყო, 100-მდე დათვალე და მოვაო, გეუბნებოდნენ რა. ეს კეთილთან ერთად ძალიან საჭირო ტყუილი იყო, იმიტომ რომ 3 წლის ბავშვები უკვე 100-მდე ჩვეულებრივად თვლიდით. მე ის უფრო მიკვირდა, რომ აი ამ ასაკთან ერთად რიცხვების რაოდენობა რატო არ იზრდებოდა რა. 3 წლის ბავშვი თუ 100-მდე ითვლიდა, 4-ისას დაათვლებინე 400-მდე, 7-ისას 1500-მდე. აი შუქი არ მოდის და გამოიყენე, ხო? კიდე იყო ესეთი ტყუილი, 90-იანების ტყუილი, აი რო დაგვახველებდა ან რაღაც გადაგწდებოდა, ნატურისკენ აგვახედებდნენ, ნათლია შენია იქო რა. ჩვენც ვიხედებოდით და გაგვივლიდა ეგრევე ხველები. მე პირადად ნათლია ჩემი სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერ ყავს ნანახი, მაგრამ არ უბრაზდები, იმიტომ რომ კაცი შენ გამო რომ ყველა დახველებაზე გახურებულ ნატურაში შევა, მაგას როგორ უნდა გაუბრაზდე. ამბობენ რომ ნიკა არაბიძე სახეზე იმიტოა წითელი და ბევრი ნათლული ყავსო რა. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ შედის ნატურაში ტიპი და ხველებისგან გადაარჩენს მის ნათლულებს. ჩვენი ძაღლი ტყეში რაღაცას ეძებს. კიდე იყო ესეთი ბიძების ტყუილი იყო 90-იანებში, აი ყურებში მოკვიდებდნენ ხელს, აკუწებდნენ და გვეტყოდნენ რომ მოსკოვს დაგანახებო რა. დავინახეთ ბიძი და არ გვინდა მაგის დედას შევეცი რა. აკუწიეთ, ყურები არ დაინდოთ, ოღონდ ცოტა ევროპისკენ რო გაგვახედოთ რა, რუსეთი არ გვინდა. აი დავანებოთ 90-იანების ტყუილებს თავი და დაუბრუნდეთ დღევანდელობას. დღეს ბუნებაში რა ტყუილები გვხვდება. აი დღეს ძალიან ბევრი მომღერალი იტყუება, რომ მომღერალია რა. თან ამას სიმღერით გატყუებენ ეგ ჩათლახები. შენ რომელ ხმაში იტყუები ძმა? კიდე ყველაზე საშინელი ტყუილების ხუთეულში შევიყვანდი დაქირავებულ თამადებს. აი წარმოიდგინე რომ კაცი საქართველოს სადღეგრძელოში ფულს იღებს. აი რა უნდა გააკეთოს ისეთი რომ ფული არ აიღოს. მე წარმოვიდგინე ესეთი სურათი, ტიპი დგას ყანწით ხელში. სადღეგრძელოებს ამბობს და ყველა სადღეგრძელოს შემდეგ SMS-ი მოდის, ჩარიცხვის SMS-ი, ფული როგორ დაერიცხება რა. აი წარმოიდგინეთ, დგას ესე თამადა. მოდი ამ ჭიქით ჩვენს კუთხე კუნჭულებს გავუმარჯოს. ჭუკ-ჭუკ 250 ლარი მოვიდა, ჩაირიცხა. მოდი ჩვენს ტკბილი მოგონებებს გავუმარჯოს. ჭუკ-ჭუკ 450 ლარი, ჩაირიცხა. ეს 450 ლარი ძვირია, მაგრამ ამათ მაგარი ტკბილი მოგონებები ჰქონდათ. მოდი ჩვენს დაშლა არ მოშლას გავუმარჯოს ჭუკ-ჭუკ 350 ლარი და გადავიდეთ შემდეგ ტყუილს. გუშინ წირო წერდი ამ sit-down-ს, ერთ თეორიას მივაგენი, ტყუილით დაკლება. ანუ ესეთი დიეტაა რა. ალბათ გაინტერესებთ ტყუილით როგორ უნდა დაიკლოთ, ხო? შედიხარ სასამართლოზე, ცრუ მოწმედ. ძალიან ნერვიულობ, ღელავ. ეს ოფლი გასხავს და წონაში იკლებ. მაგრამ მე გამოდიხარ სასამართლოდან, ფული გერიცხება, ჭამდა ისევ იმატე. მე ისევ ყველს და წყალს გირჩევდით, უფრო უსაფრთხო დიეტაა და კარგად გძინავს რა. ბევრი რო არ მოგატყოთ, აქ დავასრულებ ჩემს გამოსვლას და ბოლოსკენ გეტყვით, რომ ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და პირველ რიგში საკუთარ თავს. 10 წამი დამრჩა და
2000-იანების ტყუილებით დავასრულებ. გუჯი? აგე რა. დიდი მადლობა. ახლა კი ჩვენი შემდეგი გამომცვლელი ას ავტორი. პირველად დგამს YouTube-ში ნაბიჯებს ჩვენი მეგობარი, ცოტა ხელავს და რომ გავამხნეოთ. გუჯა დანელია. გამარჯობათ, ესე იგი მე ვარ გუჯა დანელია, ჩვილი იუთუბერი. მოკლედ ძალიან მინდა YouTube-ში ფეხი შევაბიჯო და წარმატებას მივაღწიო. ნუ ეხა ფეხი ყო შევაბიჯე, ეხა წარმატების ჯერია. ნუ წარმატება კიდე ახლა არ არის ხო ადვილი, ამისათვის ბევრი უნდა იშრომო, ან რაღაც ჩათლახობები მოიფიქრო. ნუ მე ეხა შრომა ძალიან მეზარება, ამიტომ პირდაპირ ჩათლახობებს მოვიფიქრებ. თუ მაყურებელმა კარგად იცით, რომ ყველაზე ნახვადი არის ხო სკანდალი ხო, რომ ავიღოთ ეხა სარიშვილი დანელია, ჯობავა, საეჭოგაცი, წუპაკა, სალომე კაბანაძე და სხვა დანარჩენი მოგდავი იუთუბერები. მოკლედ მე მოვიფიქრე როგორ უნდა გავეხიო სკანდალში იუთუბერებთან და ცნობილ ადამიანებთან, ასევე გადავწყვიტე მათ ჭორებით საუგორო. და ერთი სიტყვით მე ხა გეტყვით ჩემს იდეებზე და მე ნენელა განვახორციელებ რა ამ დღეებში. პირველი ავიღოთ SOSO Around Worlds თუ როგორც არის, რომ მივეპარო გაგზავნების წინ და პასპორტი შევუჭამო ჯუმად. არა, ისე უგემურად კი არ შევუჭამ, აი ძალიან გებრიელად თითოეული ქვეყნის ბეჭედი რო შევიგზნო იცი. არა, მართლა მაგარ ხოძე ვარ, თელ სოფლიოს შევჭამ ბოზიშვილები ვარ. ხო, შემდეგი ესეთია რომ გამას ორგანიზაციას მინდა აუგორო ესეთი ჭორი რომ ვითომ ივენთების მერე ღამე რჩებიან და მამლების უკანონო ჩხუბებს ატარებენ. და ყველაზე საშინელება ის არის რომ დამარცხებულ მამლებს კლავენ და იმ მებრძოლებს ვისაც მაღალ წონაში ასვლა უნდათ იმას აჭმევენ მერე რა მამლებს. შემდეგი ესეთია გრიშაუნიანის დაბადების დღეზე მინდა მივიდე, ვითომ ეს სტალინის ფანი ვარ რომ მისასვლელი მქონდეს და შემდეგ ყველა რომ დათვრება პრეზერვატივებს ვაჩუქებ სტალინის გამოსახულებით. ესეც შენი სუსურიკო სკანდალის მაო. შემდეგი მოკლედ გადავწყვიტე 6 თვე ვიარო პაროდიის თეატრში და ხუჩა კვარაცხელიას პაროდიას რო დავამუღამებ, დაურეკავ საბა საპანაძეს და ვეტყვი. საბა, მე შენი ჯოთიმის არხზე აღარასოდეს აღარ გავიჩიტები ძმაო. მე რა თქმა უნდა საბა ამ ყველაფერზე ტირილს დაიწყებს და მე ვიდეოს გადავუღებ და უამრავ ნახვას მოვიპოვებ. ნუ ბოლო ეხა იუთუბერი თუ ვერ გავხდი და არაფერი არ გამოვიდა, პროფესიონალი პაროდისტი მაინც ვიქნები და იუმორინა 2026-ზე ხუჩა კვარაცხელიას პაროდიას გავაკეთებ. შემდეგი ნუ ეხა რაც შეეხება ოქტოპუს, ხო? დიდი არხია ძმაო რა, ხალხს უყვარს, ნახვები აქვთ. და ამიტომ გადავწყვიტე ოქტომბერში შევიპარო, სპონსორის ყველა ლუზი დავლიო, რასაც ვერ დავლევ გადავაქცევ. მე ამ ყველაფერზე ახლა ცოტა აიჭრება, მაგრამ ცემს, მე უჩილებ და სასამართლოში დავეჭყანები რა. და ბოლოს რაც შეეხება ახლა ბაჩუს, ხო, ბაჩუზეც ამაქვს ახლა სკანდალი მოფიქრებული. ოღონდ ახლა არავის არ უთხრათ ჯერ, აი ჩაწერა რომ დამთავრდება, ერთმანეთს ჩავეხუტებით, დავლებთ, მე ვითომ ჩუმად სახლში წავედი და მე შემოვიპარები და აქ რაც ხეებია ყველას მოვჭრი ვაფშე და პადონებზე მე საღებავებით დავაწერ. აქ იყო გუჯა დანელია. მადლობა გუჯა დანელიას კარგი სიტდაუნი იყო და იმედია ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, იმიტომ რომ მე საბა საპანაძის რემლოს ვერ ავიტან. სანამ გამოვაცხადებ შემდეგ მონაწილეს თქვენ გამოიწერეთ არხი, თქვენც გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეოები და დაგვიწერეთ კაი კომენტარები. ცუდებს წავშურეთ. ახლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე, ჩვენი მეგობარი YouTube არხ ბიჭების ერთ-ერთი ბიჭუნა თორნიკე კუხალაშვილი. მოგესალმებით, მიხარია რომ აქა ვარ. ძალიან თან კარგია რომ YouTube-ზე ამ მსგავს გამოცდილებებს ხებულობ. პირველი სტენდაპი არის ჩემთვის და რა ვიცი, წარმატებები მეც და თქვენც. ვინც იცით, მე მაქვს ჩემი კალენდარი, რომლის თანახმად დღეს არის ანზორობა და მოდი ყველა ანზორის მიულოცოთ დღევანდელი. დღეს მოკითხო ყველა ანზორის რა. ერთი ანზორი ყველას სახლში უნდა იყოს. თუ ვინმე მიცნობს TikTok-იდან და ვიტყვი რომ თუ ცნობილი ვარ, არის TikTok-ის ბრალი. შესაბამისად, ჩემი დღევანდელი თემა იქნება TikTok-ი და TikToker-ები. ესე იგი, კი მართალია ახლა TikTok-ის ლაივში არ ვარ, მაგრამ ხო შეიძლება ეს ვიდეო ვიღაცამ ამოჭრას და დადოს TikTok-ზე, ხო და ლომიდამგელი ტყეში უნდა დამირტყათ, აბა სახში რა თქვი. TikTok-ი გამოჩნდა პანდემიის დროს. ხო და შეიძლება ვთქვათ, რომ ვიღაცებს დაუტოვა დაქვეითებული ყნოსვა, ვიღაცებს სახსრების ტკივილი, ვიღაცებს ცნებები და ყველას ერთად ადგა ეს პანდემია და დაგვიტოვა TikTok-ი აჯიგრებო, იხმარეთ როგორც გინდათო რა.
ნუ TikTok-ი კარგი აპლიკაციაა რა, ძალიან კარგი აპლიკაციაა. თავისუფალი ხარ, უფროსი არ ყავს, რაც გინდა აკეთებ, просто ერთი ის არის, რომ ალგორითმი არ ჩააგდო რა. მე მაინც ვერ ვენდობი ეგეთ აპლიკაციას. TikTok-ის დედა შევეც, როცა მე და ქეთი ეგიდუნაშვილი ერთნაირად მიგვიყო რა და იმასაც უყურებენ და მეც. მოდი ავიღოთ რაღაც ტრენდები, აი მაგალითად სამი კაცი რო გამოდის მთვარის რა ეზოდან რა. სად იყო ეგ ტრენდი ხონში ვალერია საკავაბედან მასე რო გამოდიოდა ხალხი და გამოდის დღესაც. კიდე არის TikTok-ის search-ი თუ ჩაწერ ახლა ჩემი ინგლისურით რამდენად სწორად ვიტყვი, არ ვიცი, closing ალბათ ამოგდებს რა უნდა ჩაიცვა რა, ხო და დედაჩემს უკეთესად ახლა ვინ მეტყვის მე რა უნდა ჩავიცვა და როგორ უნდა წავიდე რა. ეხლა გადავიდეთ სხვა თემაზე, ავიღოთ TikTok-ერები, რომ ბევრი კარგი TikTok-ერი ყავს და ასევე ყავს რაღაცნაირი TikTok-ერები რა, ვიღაცებს რო კარგები გონიათ. ხო და მე ავიღე და ესენი გავუშვი რაღაც მაღალ თანამდებობაზე რა. აი მაგალითად გოგალოს დავნიშნავდი საგარეო კონფლიქტოლოგად რა. თუ რა გინდათ ეხლა უცხოენა იცის რა დუში ბრატ და მოაგვარა რა. არ ჭირდება მეტი. ჯეკოია დაუნდობელიც იცით ყველა, მაგას გავუშვებდი მარტწესრიგის უფროსად რა. წარმოვიდგინეთ ეხლა 1-2 წამი როგორ ვიქნებოდით. всё გამოდით აღარ გინდათ მეტი რა. არ ჩახვიდეთ. აი ბაჩო რო არის კიდე უფრო კონკრეტულად აი სულ კალონკასთან რო არის რა. მაგას გავუშვებდი ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად რა. ეგ არ წარმოვიდგინოთ ვაფშე, იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე და კინაღამ ჩავრჩი მაგის დედა შევეც და არ გვინდა. კიბერუსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგას ვიფიქრე ძალიან ბევრი და ბოლოს მივაგენი ერთ კარგ კაცს რა. აი თეთრწვერებიანი კაცი რო არის, უფრო რო გაგახსენოთ, ვიღაცა არის ჩემს Instagram-ზე გამოდი შენი დედა შევეც, აი მაგას დავნიშნავდი რა. და ბოლოს ესეთი თანამდებობაზე ვინც დავნიშნავდი, ინფრასტრუქტურა ხო ვაფშე საჭირო არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველასთვის და მან გავუშვებდი აი მათ გიომარი რო არიან რა, ცოლქმა აგა დაატრიალეს ყველაფერი. თან იმაზე ვკაიფობ, რომ მაგათ ყველა შეკრება და თათბირი დაიწყება ესე რა, მოვედი და აი იქნება რა. ეს იყო ახლა ჩემი ძირითადი თემა, რაზეც უნდა მელაპარაკა და დანარჩენს დავამთავრებ. ახლა არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ესე დავამთავრებ, წარმატებები ბაჩუს გამოიწერეთ, ეს არხი დაალაიქეთ, ვიდეო დააკომენტარეთ და წარმატებები აბსოლუტურად ყველას, ვინც შრომობს, რომ რაღაც კარგი გააკეთოს. მადლობა თორნიკეს, ძალიან კაი ამბავი იყო. TikTok-ერებს მოკითხვა აქედან. ჩვენ სხვათა შორის ბაჩუს TikTok არხიც გვაქვს, თუ გვერდით როგორც არის და იქაც შეგიძლიათ გამოიწეროთ ბაჩუ და დაგვიწეროთ კომენტარები. ჩვენი შემდეგი მონაწილე სამწუხაროდ არ გამოუშვეს ციხიდან და წერილი გამოგვიგზავნა. ჩვენი შემდეგი მონაწილეა ონისა ცხადაძე და მის წერილს წავიკითხავ. დამირეკა მომიკითხა როგორ ხარ აშვებია, მეც მოვიკითხე და მეთქი სტენდაპი დაწერე და გამომიგზავნა და წავიკითხავ ბაჩუზე თქო და აი ახლა მაგ წერილს წავიკითხავ მეგობრებო. გავამხნევოთ ონისე. 7 თვეა იმაზე ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში 5 წელი უნდა ვიჯდე. და ლადოს დაურეკე ვიფიქრე გამამხნევებს თქო. ლადომ ჩამოჯექი 5 წუთით უნდა ჩავწერო და რამე დაწერეო. ასე იყო. მეთქი სადაც აქ 5 წელი უნდა ვიჯდე, იქაც ძმაკაცისთვის 5 წუთით რა პრობლემაა თქო. კითხე საწყერ თქო და ფარცხანაყანებში ტყეში სცენა გავჭერიო. ეგრევე ვიფიქრე მან სცენის გაჭრას აქ გაგეჭრა გვირაბი და მე თვითონ წავიკითხავდი ამას. იჯექი ახლა და იწვალე. ფარცხანაყანებში წერ გადაცემასო რომ მითხრა, ეგრევე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა მსგავსება იყო ფარცხანაყანებსა და ციხეს შორის. ეგრევე მიხვდი ფარცხანაყანებიდან გაქცევა ისეთივე რთულია, როგორც ციხიდან. აი ლადოც რამდენჯერ გაიქცა თბილისში, ახლა კი ისევ მან ძის და ამას კითხულობს. იქნებ ტყეში სცენის გაჭრაც მანდედან გაქცევის უკანასკნელი გეგმაა და YouTube-ით ფუთავს. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, რით ჯობია ციხე ფარცხანაყანებს. აი აქ შეგიძლია პაემანი გქონდეს, მან და არა. აქ ცდება დღეს პაემანი მაქვს ფარცხანაყანებში. მართალია აქ მშობლებთან და ძმასთან მაქვს, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. პაემანზე გამახსენდა 24 საათიანი პაემანი მქონდა 1 თვის წინ. დედა და მამა შემოვიდნენ. შემოსულები არ იყვნენ, ეგრევე დამიწყეს შუქი ჩააქრე, გარეთ მოწიე, კარი დაკეტე. თავიდან ძველი ნერვოზის ამბავი მეგონა. მერე მივხვდი, რომ ჩემზე ზრუნავდნენ და სახლში მაგრძნობინებდნენ თავს. ციხეში პირველი რაც მასწავლეს, აქ არც ერთი ნივთის გადაგდება არ შეიძლება. ყველაფერში გამოგადგებაო. 1 თვის შემდეგ ცარიელი ტყემლის ბოთლები, იღლიის დეოდორანტები, სიგარეტის ცარიელი კოლოფები, რომ ვერაფერში გამოვიყენეთ. ჩავყარეთ ელექტროჩაიდანის ყუთში, რომელიც არ უნდა გადაგვეგდო და გადავყარეთ. თუმცა რაღაცები მაინც გამოგვადგა. მაგალითად, რამდენიმე ნივთით ავაწყეთ კალათფურთის ფარი,
რომელიც კედელზე კბილის პასტით მივაწები და იღლიის დეოდორანტის ბურთულით კალათბურთს ვთამაშობთ. იგივე ბურთით ტენისს, კოკაკოლის ბოთლით ფეხბურთს. მაგრა ერთობა. ოთახის განამაზების მიზნით კედელზე გაკრული გვაქვს ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩემი, მერაბ კოსტავას და ლუკა დონჩიჩის ფოტოები, რომელიც ასევე კბილის პასტით მივაწებენ. დავაკვირდით, ჩემს ცხოვრებაში კედელზე უფრო მეტი კბილის პასტა მაქვს წასმული, ვიდრე კბილებზე. მაგრამ მაგას წინ რო კბილი არ მაქვს, მაგას ვაბრალებ. მაგ კბილს ბევრი მიქონდა. ისე რომ გამოვიდეს ციხიდან და პურისგან გაკეთებული კბილი რო ქონდეს, კაი. აქ ყველაზე უხერხული ტუალეტში შესვლაა. 5 წუთში თუ არ გამოხვედი, ოფიცერი ვალდებულია მოვიდეს კარებში ამოჭრილი პატარა ფორთოჩკა გამოაღოს და მოგიკითხოს. ერთხელ ერთი 5-ჯერ რომ მოვიდა, მე-6-ად ვეღარ მოითმნა და დამიყვირა. შენ ბიჭო ხო არ ანძრევ. საიდან გამოიცნო დღემდე მიკვირს. არა, ამას ხუმრობ, აქ ოფიცერი ასე არ დაგელაპარაკებ. მოკლედ ახლა წავედი. თქვენ კი გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ სარის ღილაკი და გამომიყვანეთ აქედან ვინმე მეს დედა. დიდი მადლობა ონისეს, თავისუფლება უსურვოთ მას და სხვა უკანონოდ დაჭერილ პატიმრებს. თქვენ კი გამოიწერეთ ბაჩუს არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.